რავადაც არ უნდა იყოს გასული, სესხის ხანდაზმულაცნობა ესე ავტომატურად არ ხდება. ამისათვის აუცილებელია, რომ მიმართოთ სასამართლოს სარჩელით კრედიტორის მიმართ, ანუ ვისგანაც აიღეთ თანხა, ან იმ ამომღები კომპანიის მიმართ, რომელსაც გადაეცა ეს სესხი. დოკუმენტაცია, რომელიც უნდა დაუხდოთ სარჩელს, ეს არის სესხის ხელშეკრულება, რომელთაც ისესხეს თანხა კრედიტორისაგან. მეორე ცნობა დავალიანების შესახებ, ანუ დღის მდგომარეობით რაოდენობის დავალიანება გერიცხებათ და თუ კი ამომღებ კომპანიაზე არის გადაცემული ეს სესხი, ამ შემთხვევაში სესხის გამცემსა და ამომღებ კომპანიას შორის დადებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებაც უნდა მოიძიოთ. ეს დოკუმენტაცია რაც ჩამოთვალე ან თავად კრედიტის გამცემა, ანუ კრედიტორთან უნდა მოიძიოთ, ან თუ კი გადაცემულია ეს სესხი უკვე ამომღებ კომპანიაზე, ამომღები კომპანიაა ვალდებული, რომ გადმოგცეთ ეს სრული დოკუმენტაცია, რომელსაც დაურთავთ უკვე სარჩელს და შეიტანთ სასამართლოში სესხის ხანდაზმულად აღიარების მოთხოვნით. დამატებით თუ კი სახელმწიფო ბაჟისაგან არ ახართ გათავისუფლებული, მოგიწევთ ბაჟის კვითრის წარდგენაც და ბაჟის ოდენობა ანგარიშდება ხოლმე, ასე ვთქვათ, ხანდაზმულად ასაღიარებელი მოთხოვნის ოდენობის 3%-ით და არანაკლებად ასილარით.